ise დღეს მივდივართ სკოლაში. დღეს მივდივართ სკოლაში? კი. გიხარია? კი. ხუჭო. მოკლედ მივდივართ სკოლაში. მე და ევეკო. ციკ. 8 საათია ზუსტად. ავედით? დავტოვე ევეკო და ეხლა წავიდეთ სახლში, მივირთვათ ყავა, ვისაუზმოთ და მერე უნდა წავიდეთ ძალიან საინტერესო ადგილზე, განსაკუთრებით ათენელებისთვის არის საინტერესო, რადგან ძალიან კარგი რაღაცები იყიდება იქ. ქართულ. ხო და წავიდეთ მოკლედ ვისაუზმოთ. ამ დილით მისისგან დამცავი წავიშვი და ცოტა ის წავიშვი. კორექტორი. და თვალები ამიწვა. რატო არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს. წავედით მოკლედ. ამასობაში ყავა მოვამზადე, სურას მოვამზადე მილკშეიკი ბანანით, არაქისით, თაფლით. ესეც წინა დღეს ნაყიდი არაქისი ამოვლებული შაქარში და ვაიმე ამ ორცხობილებზე ვგიშდები. ხო და ზურიკო თუ მოხვალ ახლა კაი სიზა. ზურიკო მოდი ბიჭო. ვერ წავალ მე. ძალიან მაგარი ამინდია. ახლა ჩაჩე მუსიკა. გარეთ არ უნდა ჩავრთო მუსიკა? ახ მინდა ერთად გარეთ. კოღოებმა ვინ დაკბინეს? ერთი გოგო მიგმი. ერთი კი არა ნახევარი სახე დაწხრილული გაქვს. უმარია. გოგო. კოღოებმა დაკბინეს? სუფრა ქონდათ გაჩილილი გამპლები. ბასე ავტო. არაქისი მოგეწონა? გინდა მილკშეიკ. მე კემბრიელია. ბანანით არის და? ნაირია. ამიტომ. დანიელა შეგვიჭამეს კოღოებმა, სულ დაკბინეს, მიუხედავად იმისა, რომ სპრეისაც ვიყენებთ და კრემსაც და რა ვიცი. ხო და გავიარე ხაფთიაქში. და ესეთ სამაჯური უყიდა გოგოებმა ძალიან კარგი არისო და დიდი ხანი ძლებსო. არის ციტრონელათი. და ვნახოთ აბა თუ გამოგვადგება. საუზმეთ გემრიელად. დანიკოს ჩავაწვეთეთ წვეთები და ეხლა მე მივდივარ. ვინც ათენში ხართ? კაფე ლუშნუ ძალიან ბევრს გეცოდინებათ. სამწუხაროდ ლუშნუს გემრიელობები არ მაქვს გასინჯული, მაგრამ ეხლა მივდივარ კაფე ლუშნუში იმის გამო, რომ იქ აქვთ ქართული წიგნები. TikTok-ზე და Facebook-ზე წიგნების თარო ათენში, ესე ქვია მათ გვერდს. და შეგიძლიათ შეუკვეთოთ წიგნები და თუ თქვათ ადგილზე ვერ მიხვალთ, შეუძლიათ რომ გამოგიგზავნონ. სხვათა შორის სხვებთან შედარებით, ვისაც ათენში საქართველოდან წიგნები ჩამოაქვთ, ყიდიან, ძალიან კარგ ფასად აქვთ ამათ. ძალიან კარგი ფასად. და შევკვეთე წიგნი, რომელიც ძალიან მინდოდა ვკითხულობდი PDF ფორმატში და მე უფრო ფურცლების მოყვარული ვარ, ვიდრე ელექტრონულად წიგნის წაკითხვის და წავიდეთ მოკლედ წამოვიღოთ ეს ჩემი წიგნი. ლუშნუში მოვედი და კლუბდარი როგორ არ წამომეღო, სახლში მითხარით და ორი ნაჭერი მედოკი წამოვიღე. ბატონ ზურაბს გავახარებ. აი მე ერთ სულ მაქვს ახლა სახლში როდის მივალ, ისეთი სუნი აქვს. წაგაქცევს. თან ცხელია. მოკლედ, ესეც კლუბდარი. ეს ჩემი ნათამაშებია ტროლეიბუსში ცხელია ჯერ ხო კიდე? და ესეც მედოკი. ამის ფასი იყო 8 ევრო, იქნებ ფასი გაინტერესებთ ვინმეს და მედოკი ღირდა 4 ევრო ნახევარი ერთი ნაჭერი. ასე რომ მივირთმევთ ახლა გემრიელად. ზურამ ეგრევე მივხვდა, ანუ არ მითქია ზურასთვის რამე მქონდა, ეგრევე მივხვდიო და მიხარია რომ მოვიტანეთ. მე მაკარონი მინდა. აი მე მაკარონი. როგორც კი მოვედი, არც გამომიცვლია, ეგრევე ჭამაზე გადავედით მე და ზურა. ხო და შოკი გვაქვს იმნაირი გემრიელი გამოდგა ლუშნუს კუბდარი და მედოკი არის სასწაული, აი ძალიან მაგარი. სულ აიცახო და მართლა არ მეგონაო საბერძნეთში ასეთ კუბდარს თუ შევჭამდი, აი მართლა ძალიან მაგარი.
აი უგემრიელესია ხალხო. და დასანანია აქამდე რო არ გქონდა დაგემოვნებული. იმიტომ შორს ვარ. ხო. და ეხა გამოვიცვლი ცოტას დავისვენებ ამასობაში ევეკოს მოყვანის დროც მოვა და აი შე. გუფთა არის ისე დანი შეჭამს გუფთას. არ ვაკეთებს სხვა რამე საჭმელს, კატლეტი არის კიდე. ისე შეიძლება პიურეს გაკეთება. მოლი. კაი, იყო გუფთარი გოგო? აი ეს საოცარი წიგნია, რომელიც მქონდა შეკვეთილი. ყველა მშობელმა, ყველა ბავშვმა, ყველა პედაგოგმა, ჩემი აზრით, უნდა წაიკითხოს. შეკვეთიდან დაახლოებით ერთ კვირაში ჩამოვიდა და ფასაც თქვენ თვითონ ხედავთ. არის სულაკაურის გამოშვება, არ ვიცი, საქართველოში აღარ წარმოდგენა არ მაქვს. ის საოცარი წიგნია. ეს ახლა ნახევარი წაკითხული მაქვს. გაჭირვებით PDF ფორმატში. ხო და თავიდან დავიწყებ და უფრო გემრიელად წავიკითხავ. სხვათა შორის ასაკი 800 პლუსი აწერიათ. ესეთი და ძალიან კარგი მსგავსი წიგნები არის კიდე, აგერ ჩამონათვალს გაჩვენებთ ახლა. და მე ნელ-ნელა შევიძენ მეც. ვაიმე. ერთ სულ მაქვს ახლა როდის ვიბანავებ და წავიკითხავ ამ წიგნს. გოგოებს უკვე ძინავთ. ეს ჩამონათვალიც ნახეთ. იქნებ დაგაინტერესოთ. მე ვარ უზომოდ კვანყოფილი ამ წიგნის. აი ესე რომ აქედან ახლა დაგემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და შევხვდებით მომავალ ვლოგში.